გამარჯობა, მე დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი, გასაგვალასიანი და დღეს ჩემი დიდი სტუმარი იქნება ქალბატონი ირმა სოხაძე. გამარჯობა. გამარჯობა, გესუნა. მიხარია რომ შენი სტუმარი ვარ, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. ძალიან სასიამოვნო. მადლობა, რომ ჩემი სტუმარი ხარ. შენც მადლობა, რომ დამპატიჟე. პირველი რიგში. ხო, რა კითხვები გაქვს აბა ჩემთან? არ მოგერიდოს ყველაფერი მკითხე. 4 წლის რო იყავით ესეთ პატარა ასაკში რომ მღეროდით და უკვე სცენაზე რო გამოდიოდით, რთული არ იყო? იცი რა, შენთვის რთულია რომ იყავს? ხო, არ არის რთული. მე მგონი ბავშვი უფრო ვერ ხვდება რა არის რთული და რა არის ადვილი, იმიტომ რომ ვერ გეტყვი ხარ უპასუხისმგებლო ვიყავი. მე, ან შენ ხარ უპასუხისმგებლო, ვერც ამას გეტყვი, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცა ბავშვები სხვანაირად უყურებთ ამ ყველაფერს, ხო სწორია? ეს მოცემულობაა, რომ უნდა მიმღერო, მღერი და რატომაც არ უნდა მიმღერო და ვერ ვფიქრობდი ხარ რთულია, ადვილია, პასუხისმგებლობას კი ვგრძნობდი ყოველთვის კონცერტის წინ, იცი რა უცნაური თვისება მქონდა, გეტყვი. დაგვიანებას ვერ ვიტანდი, სხვა შორის დღესაც ასე ვარ. ხო ხედავ, შენთან რაც ადრე მოვედი, დროზე ადრე, რატო იცი? ვღელავ, როდესაც ვიცი, რომ ადამიანები მელოდებიან, ან არის იმის საფრთხე, რომ დამაგვიანდეს, ეს პატარობიდან ისე მაგიჟებდა, რომ ცუდად ხდებოდი და ამიტომ ყველგან მივიდიოდ 1 საათით ადრე. ერთადერთი რაც იყო და რაც მანერვიულებდა, რომ მივიდე დროზე. ამიტომ დედაჩემმა და მამაჩემმა იცოდნენ, რომ ჩქარა, გვაგვიანდება, ფორიაკი ეს არ უნდა ყოფილიყო. სახლში მშვიდად, წყნარად, კონცერტზე 1 საათით ადრე უნდა მივსულიყავი და მე რასო ვფიქრობდი, რა უნდა ძალიან ისეთი უცნაური პასუხისმგებლობიანი ბავშვი ვიყავი, შენი არ იყოს, ხო? ხო. მე სკოლაში კიდე პირველ კლასში რაღაცა ესე არ ვაგვიანებდი. თორე ხა მეორე კლასში დავიწყე დაგვიანებები და. რატო? ვერ ვასწრებ სკოლას. რას ლაპარაკობ? მოიცა რატო? რა გიშლის ხელს? ადრე ვერ იძინებ? ზოგჯერ დედა ჩემს მძინავს, ზოგჯერ მე მძინავს გათიშული ზოგჯერ. იცი რას გეტყვი? რომელზე გეწყება სკოლა? 9-ზე. 8-ზე უნდა დააყენო. მაგვიძა რა? წინა დღეს უნდა 10-ზე დაწვე, რომ 11-ზე მაინც გეძინოს. გესმის, რომ შენ 9 საათი გჭირდება პატარა ხარ ჯერ. 8 მაინც, ხო? 12-ზე რომ გეძინოს, 8-ზე წამოხტები ძალიან ადვილად. აბა სკოლაში თუ დაგვიანება სად გაგიგონია, ახლა გო შეიძლება. ხო და მე ხო ბავშვობაში ძალიან ხშირად მღეროდი, გასტროლებზეც მივდიოდი, კონცერტები იყო თბილისში, როგორ იცი, კვირაში მინიმუმ 3. მე ჯერ ვიყავი ტექნიკური უნივერსიტეტის გპ-ის ბიგბენდის სოლისტი, მე რეროს სოლისტი, სულ კონცერტები. არასოდეს სკოლაში არ დამიგვიანია და არც გამიცდენია ყველა თუ გასტროლებზე არ ვიყავი და თუ გასტროლები იცი რა არის გასტროლები? სხვა ქალაქში რომ მიდიხარ. იქნებ ვერ მივლიდი სკოლაში. ამიტომ დედაჩემს მოქონდა წიგნები, მაშინ არ იყო ინტერნეტი, ტელეფონში ვერაფერს ვერ ნახავდი და მოქონდა წიგნები და მეცადინეობდი დილაობით და მე საღამოს მქონდა ხოლმე კონცერტი. ასეთი ის მქონდა განრიგი და რეჟიმი. ხო და თან სკოლა და თან სიმღერა და ისინი რთული არ იყო? ალბათ კი, მაგრამ ხო გეუბნები, აი ვასწრებდი ყველაფერს, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ კარგად თუ არ ვისწავლი, არ მომღერებენ დედაჩემი და მამაჩემი და ძალიან არ მინდოდა, რომ არ მემღერა და ამიტომ სწავლობდი დაიჯერებ, რომ არასოდეს არ მიმღია 4-იანი არის 8-იანი თქვენებურად. სულ 5-იანებზე ვსწავლობდი და ოქროს მედლით დავამთავრე სკოლა. აბა? საყვარელი ხარ. არ გეზარებოდა ზოგჯერ სიმღერა? არასდროს. ხო გეუბნები, სიმღერა იყო ჩემთვის რაღაცა ჯილდო. აი შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად ცხოვრებაში? რავი, ცხოვრებაში. შენი პოდკასტის წაყვანა გიყვარს? კი. ხო, აი ერთ-ერთი სიამოვნება ხო არის, რომ ხა ზიხარ მე მელაპარაკები, არაჩვეულებრივი სტუმრები ყავს სხვადასხვა დროს, ხო? რაც გაინტერესებს ყველაფერს ეკითხები, ჩვენ უნდა ყველაფერზე პასუხი გულწრფელად გაგცეთ და ხო სიამოვნებს. ხო, კიდე რა გიყვარს შენ მღერი? ზოგჯერ. ცეკვა? აი რა უფრო გიყვარს? შაბათკვირა. ხატვა გიყვარს, ცეკვა გიყვარს, თუ აი რა გიყვარს? მე ხა ყველა ჩამომითვალეთ უკვე. ხო, ხატავ კიდევაც? ხატვა, ცეკვა, კალათბურთი. კინოცვალ, კალათბურთი არ მივიდა არასდროს, დანარჩენ ყველაფერს ვაკეთებდი. სამაგეროდ ფიგურულ-ციგურაობაზე დავდიოდი. აი მე ხო, ციგურ. შეგიძლია იარო და დიხარ? ციგურებზე შევდივარ. შედი ძალიან ციგურებზე წავიყვანე. ძალიან კარგია.
ერთხელ ციგურებზე შევდიოდით და იქით ძალიან ბევრი ადამიანი იდგა. მართლა და ვერ შეხვედი? ვერ შევედით 3 საათი. რას ყვები? ვიდექით 3 საათი. რიგში. მიცი როდის შევედი, როცა თბილისში პირველად სპორტის სასახლეში გააკეთეს ყინულის საფარი. რომელი წელი იყო? იყო ალბათ 1961 ან 2, აი 5 წლის ვიყავი, 6-ის. და შემიყვანეს, სუძირს ვეგდე, ვერ დავდი. ძალიან მიჭირდა. იმდენ კურიოზი მაქვს მაგასთან დაკავშირებით. სუძირს, ორნაბის გადავდგავდი, ვარდებოდი წუთში და მე ვერცხვაჩუს ვერც ველოსიპედით ვერ დავდივარ, იცი? შენ დადიხარ ველოსიპედით? ორთულიანი. თუ ჯერ პატარა ხარ მაგისთვის. არა, ვერ დავდივარ, ვერანაირად. ეცადე და ვერა? ორ ბორბალს გადავალ, ძირს ვაი, გადავარ. ნუ გეშინია, მეც ასე ვარ, მაგრამ არ დამიშავდა, მაგრამ არ დაჯდი და იქნებ. აი, ზოგჯერ როლიკებზე ვკატაობდი 2 წამში ზუსტად, როლიკებზეც ვერ ვდგავარ. ეს იგი მე და შენ ძალიან გავართ ერთმანეთს, ბევრი. ხო და ეხლა მივეჩვია იმ როლიკებსაც და იმ ციგურებსაც. ოჩა, მე ვერ მივეჩვია. სულ ეგდე ძირს. აი, როლიკები და ციგურები ერთი და იგივეა. კი, პრინციპში ერთ და იგივეა. სხვადასხვა ენაზე რომ ღეროდით რაღაც სიმღერებს. კი, ძალიან ბევრი რთული არ იყო. იცი რა, ახლა მე შენ გულწრფელად გიპასუხებ, მე ხო არ ვიცოდი ეს ენები. ნუ მღეროდი მე ხა ქართულად რუსულად თავისთავად, მღეროდი კიდე უკრაინულ სიმღერებს, მღეროდი იტალიურს, ამერიკულს, ინგლისურ ბალადებს, ინგლისურ ენოვანებს, გარდა მაგისა მღეროდი გერმანულს, ჩეხურს, ინდურს, იტალიურს ძალიან ბევრს და რა ვიცი, ხო, ნუ 10 დავთვალე უკვე. და კიდე მეც ესპანურს. არც ერთი ეს ენა მე არ ვიცოდი, გარდა ქართულის და რუსულის და ინგლისურის, ხო? მაგრამ ეტყობა, კაი სმენა რომ მქონდა, ძალიან ადვილად ვიმახსოვრდი იაპონურს, ჩინურს, რა ვიცი, რამდენი სიმღერა მაქვს ნამღერი. მარტივად ვიმახსოვრებდი ყურით. მე მამაჩემი და დედაჩემი აუცილებლად მივყავდით, წამიყვანდნენ ხოლმე სპეციალისტთა, ვინც იცოდა ენა და ის მისწორებდა, რაღაც შეიძლება სადღაც ნმე თქვა და მიიღოს ინამდვილეში და მე ვერ გავიგე, ხო? აი რაღაც დეტალებს ცოტას გამისწორებდა და მღეროდი და ყველას ეგონა რომ ეს ვიცი, რას მღერი და ყველა სიტყვა მესმის და არ იყვას. ბავშვობაში რეებსაც მღეროდით. გახსოვთ ეგ. სიმღერები? ხარო გითხარო ყველას თავიდან ბოლომდე გიმღერებ თქო ვერა, მაგრამ წამღერება ყველასი შემიძლია, ყველა მახსოვს და რომ დამჭირდეს, ალბათ ნახევარსაათში გავიხსენებ და გიმღერებ. კარგი? შემდეგი მოცლისთვის დამავალე, რომელიც გინდა და მოვამზადებ და მოვალ და გიმღერებ. ბავშვობაში ცნობილი რო იყავით, გიხაროდათ? ალბათ კი. კი, იმიტომ რომ ყველა მეფერებოდა, ყველა ქუჩაში რო გავიდოდი, ყველა მკოცნიდა, ყველა, რა ვიცი, ხელში ამიყვანდა, პატარა რო ვიყავი და ძალიან თბილად მიღებდა ხალხი და ამაზე კარგი რა არის, როცა უყვარხარ, თუნდაც შენი ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, ხო? რო გცნობენ, შენ გცნობენ? კი, ერთმანეთს. როგორია, თქვი? მე ძალიან გული გამისკდა ილე. ვაში კესო ხარ ეგ. ხედა. ხო და მე ძალიან ბევრი მცნობდა. რო არ მოგატყო დღეს ისე კარგია ძალიან დღესაც რომ ცნობენ, რა თქმა უნდა პოპულარობა არავის არ ღლის და არავისთვის ცუდი არ არის, მაგრამ ბავშვობაში უფრო მიხარებდა, რა თქმა უნდა. დღეს ხანდახან დაღლილი რო ხარ, ხელენ გადიხარ რაღაც სხვა საქმეზე მიდიხარ, შეიძლება სულ არ ახარ იმის ხასიათზე, ხო, რომ ვიღაცამ შენ დასელფი გადაიღოს და ხარ გადაკიდებული რა. ხო და ან სურათი. რა ვკითხო? არა ვკითხო კი არა, აი რომ მოდიან რომ შეიძლება თქვენ დასურათი გადაიღოთ, იძულებული ვარ ყოველთვის სახლიდან არ გავდივარ, ცოტა ისე რა მოვიწესრიგო თავი ისე არასოდეს არ გავდივარ, ამიტომ თუნდაც რომ ვიღაცა რომ მიცნობს და მე წვის სურათი გადავიღო, არ გავდე იქ იმას რაღაც საშინელებას, ხო? ჩემ თავს რომ გავდე. ამიტომ საჭიროა რომ სულ მეტნაკლებად კარგად გამოიყურებოთ ნორმალურად. ხო. ჯერ შენ არ გჭირდება პრანჭა, მაგრამ ჩემ ხელა რომ გახდები, მე მიხვდები რას ვამბობ, რა აუცილებლად რაღაცა ფორმაში მოხვიდე ელემენტარულად. მე გაპრანჭვა გიყვართ? იცი რა, მაინდა-მაინც არა. წრე გადასული და ზღვარს გადასული არაფერი არ მიყვარს. არც გაპრანჭვა მიყვარს, არც ჩაცმაზე გადარება მიყვარს, არც ბრენდებზე გაგიჟება. მე მიყვარს მეცვას ისე როგორც მე მომწონს და როგორც მე მიხდება და გამოვიყურებოდა ისე რომ ქუჩაში ადამიანი რომ დამინახავს, გაეხარდეს. მედი არაფერი არ არის საჭირო, ზედმეტი აბსოლუტურად. შენ გიყვარს პრანჭვა?
ანუ ზოგჯერ კი ზოგჯერ აი არა. ზუსტად ზოგჯერ კი ზოგჯერ არა გააჩნია საგმიდი ხარ. მაგრამ უფრო ზოგჯერ ბევრჯერ კი ვისმენ. უფრო ბევრჯერ კი ხო? უფრო ბევრჯერ კი. ძალიან კარგი. შენი შვილები რომ ტელევიზორში ხშირად გამოდიან. არ გეშინიათ რომ მე ხარ არი გიჟოს მე ეს არ გააკეთოს. ჩემი შვილები უკვე ისეთი ჭკვიანები და დიდები არიან რომ მაგისი აღარ მეშინია პირდაპირ ეთერში ცოცა არიან ორივე სალომეც და ნატაც ვიცი რომ გიჟობას არ გააკეთებენ და რამე ცუც არის ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი გოგოები არიან ორივე. ერთი კითხვა მაქვს შენთან როგორ გონია ქალი უფრო ლამაზია მნიშვნელოვანი რომ იყოს თუ უფრო ჭკვიანი? უფრო ჭკვიანი. ოჩა მეც ესე მგონია რომ ჭკუა ქალს რაღაც აუცილებელი ამბავია, იცი, აუცილებლად უნდა კონდეს და უნდა ალამაზებდეს ჭკუა. თორემ მარტო ლამაზი თუ ხარ და ცოტა შტერი, იცი რა მოსაწყენია ეს ლამაზი. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. სულ ლამაზი რო ხარ. ხო, მარტო ლამაზი. ხო და ასე რომ ბევრი წიგნი უნდა წაიკითხო, ბევრი რაღაცა უნდა იცწავლო, ეს უნდა და საერთოდ უნდა იყოს საინტერესო, განათლებული და ჭკვიანი ადამიანი. მაშინ უფრო ლამაზი ხარ, გესმის? კიდევ უფრო. თუ თვალები სხვანაირი გაქვს, გამომეტყველება სხვანაირი გაქვს, ღიმილი სხვანაირი. თვალებში გეტყობა რომ აბარა. რომ გიყვარს მეცადი. ყველაფერი იცის. აი მოდი მითხარი ერთი თვისება, რომელიც აუცილებლად გინდა რომ შენ მეგობარს და შენ ახლობელ და კარგ ადამიანს გქონდეს და ერთი თვისება, რომელიც ძალიან გეწყინება რომ იმ ადამიანს აღმოაჩნდეს. კაი ეგ. აბა მითხარი. ყველაზე კარგი თვისება რა არის ადამიანში? ჩემი აზრით სიკეთე და გულწრფელობა. ოჩა, გადასარევი პასუხია. თუ ის არის გულწრფელი, არ არის ორპირი და კეთილია და უყვარხარ, უკვე დამთავრებული ამბავია, ესე იგი ის შენი ახლობელი და მეგობარია და რა გეწყინება ყველაზე მეტად იმაში რომ აღმოაჩინო? რა მეწყინება და აი რო გეტყვის რომ მარტო შენი საუკეთესო მეგობარი ვარო და მერე სხვას რო უთხრა მე მარტო შენი საუკეთესო მეგობარი ვარო და რო გავიგე, აი ეგ მეწყინება. მაგას ქვია ღალატი, რომ იცოდე გარკვეული გაგებით და ეგ ნამდვილად არ არის მოსაწვენი. ძალიან საყვარელი ხარ, გეთანხმები ყველაფერში. რამდენი შვილიშვილი გყავთ? მე მყავს 2 შვილი და 3 შვილიშვილი. 2 გოგოშვილი, 3 ბიჭი შვილიშვილი. და ძალიან მეგობრობ ჩემ ბიჭ შვილიშვილებთან, იცი? მე რო არ მყავს ბიჭი შვილი, სულ მეგონა რომ ბიჭებთან საერთოდ ვერ ვიპოვი და გოგოსთან კონდეს გრძელი თმები, კულულები, უნდა დაწნა, უნდა შიგნით რაღაცა ბაფთები ჩააცვა, ლამაზი კაბა ჩააცვა და ხო ხტები არა შვილი რო ყავს გოგო ერთი, მე 10 წლის მერე ისევ გოგო მეორე და გონია რომ გოგოებთან შეგიძლია მარტო ურთიერთობა და მე რომ მეყოლა, უბრალოდ ჩემ შვილებს რო ეყოლათ ბიჭები ჩემი ბიჭი შვილიშვილები მივხვდი რომ რა კარგია ბიჭები როგორ შეიძლება იმათანაც მეგობრობა მაგიდის ქვეშ ძრომიალი იქ რაღაცა ჩემ შუათანა შვილიშვილთან კარგად ითხრას კაი დიდი ბიჭი იყო რა 5-6 წლის რომ ყოველ დღე მაგიდის ქვეშ სახლი გქონდა ესე ჩამოფარებული სუფრა და იქ გქონდა სახლი და ეს იყო ჩვენი უსაყვარლესი თამაში და დრებოდი და იქ ვიყავი საათობით და ძალიან კარგი იყო. პატარა შვილიშვილთან რომელიც ხა 11 წლის არის. თამაშობ ფეხბურთს სახლში მაგალითად ჩვენ ესე დიდი ისა გვაქვს რო შედიხარ როგორ გადასარევად ყველაფერი გაგვაქვს იქიდან და პატარა ნაჭრის ბურთი გვაქვს და თამაშობ ფეხბურთს 12-მდე. როგორ ძლევთ მაგ იცი რა კაია. თუ გოგოსთან ხა ფეხბურთს არ ითამაშებ ხო სწორია? გოგოსთან შეიძლება ბადმინტონი ითამაშო, ჰაჰა, დიდი. საზღვარგარეთ რო არიან, გენატრებიან. საზღვარგარეთ არის ჩემი უფროსი ქალიშვილი სალომე და ჩემი უფროსი შვილიშვილი მაქსიმე. და ძალიან მენატრებიან. აი ხა ვიყავი მაგათთან ზუსტად აი 10 დღის წინ. და რომ მოვდივარ რაღაცა ასე მგონია გულის ნაწილი იქ რჩება, რომ ხა როგორია შვილი და შვილიშვილი და სიძე კიდე ჩემი უსაყვარლესი ადრიანი, რომელიც მენატრება ხოლმე ძალიან. ხო ძნელია, როდეს შენ ყავს ვინმე ოჯახიდან? არა თბილისში, შორს. ვინმე არის შენი ოჯახის წევრი, ვინ? ბებიები ფოჩიერი. ხო და მე ვარ საბერძნეთში. უი, საბერძნეთში ყავს ბებია? მე არ გენატრება, ხო გენატრება? კი. და ძალიან ხო ძალიან მენატრები. ტელეფონით ელაპარაკები ხოლმე? ხო, ტელეფონით ვეკონტაქტებ. ხო, უნდა ეკონტაქტო კვირაში 3 ჯერ მაინც.
თუ გინდა რომ გიყვარდეს და არ დაგავიწყდეს, ხო? სამჯერ რატო კვირაში 7ჯერ. შვიდჯერად შეიძლება, მაგრამ დღე გამოშვებით ვიგული. თუ არ გცალია ყოველდღე დღე გამოშვებით, ხო? რატომ წავიდნენ თქვენი შვილები საზღვარგარეთ? ჩემი უფროსი ქალიშვილი იქ მუშაობს, უკვე 30 წელია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ახალგაზრდობაში რატომ არ წახვედით? უცხოეთში? არ ვიცი, არ წავედი, ვიცოდი რომ ვერ გავძლებ ვერსად, იცი, მართლა. რომ მოგატყო რამდენიმე ესეთი მცდელობასავით მქონდა, მაგრამ ვერ ვძლებ. თბილისი ისე მიყვარს, ისეთი ნოსტალგია მეწყება და ისე ცუდად ვარ, სადაც არ უნდა ვიყო. 2 თვე, 3 თვე და ხა რომ წახვალ და კარიერას რო დაიწყებ, მინიმუმ 8-9 წელი, 10 წელი უნდა იყო, ხო, რომ კარგად აწყო შენი საქმე. 6 თვისთვის და 1 წლისთვის არ წირს ასად გადაბარგება და როცა იცი რომ ვერ გაძლებ, ამას სერიოზულად გეუბნები, ყოველგვარი რაღაცა მაღალფარდოვანების და პათეტიკის გარეშე, რომ არ შემიძლია თბილისის გარდა არსად ცხოვრება. შეიძლება სამწუხაროდ, შეიძლება საბედნიეროდ, არც ეგ ვიცი. ხოდა თქვენ რამდენი წლის ხართ? მე გითხრა 70-ის. როგორ გავმართლა გავუკვირდა მეგონი მუცფელად. აბა 50 წლის შვილი მყავს და რო თქვა ხა 60-ის ვარ გვარდა მიჯერ. მიკვირდა. გაიგე რატო გავუკვირდა ჩემო პატარა. აბა ესე გარბის დრო. და მეორე შვილი არის 40 წლის. ნატა, რომელიც არის თბილისში, არის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ძალიან კარგი გოგო ყველა მხრივ. აი გადასარევი შვილი, არაჩვეულებრივი დედა, მეგობარი, რაღაცა ისეთი ძალიან თბილი და სხვანაირი გოგოა. აქ მაქვს ახლა თამაში. აბა ისეთი სიტყვები წერია, რომ აი ჩვენ ვიყენებთ ძირითადად და მე შეიძლება არ ვიცოდე? თქვენ როგორც ბებიას, თქვენ არ მგონია რომ იცოდეთ ეს სიტყვები, ნახოთ თქვენი შვილების და შვილების როგორ გესმით. აბა ვნახოთ. ვაიმე, შემეშინდა. რას ნიშნავს Slay Queen-ი? Slay Queen-ი ვიცი რასაც ნიშნავს. ნუ რა ვიცი, მისაბაძი და ძალიან მაგარი აიკონი რა, ხო? რას ნიშნავს სიტყვა crush-ი? Crush-ი არის რაღაცა ცუდი, ხო? არა. აბა რა არის, კარგი? ვიღაცა რომ მოგწონს და როევნები ეს როევნები. ნუ crush-ა რას ნიშნავს? დავიქრეშე თუ როგორ არის? არა. ეგ არა. სულავირიე? რომ მოგწონს ვიღაცა და ეს ჩემი crush-ია როევნები. აუ, მე რაღაც ამერია ეთყობა, crush-ი ცუდი მეგონა. რას ნიშნავს სიტყვა vibe? Vibe, ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ როგორ მოვთარგმნო არ ვიცი. ენერგია, ენერგეტიკა, თუ რაღაც კარგია ხო, ყოველ შემთხვევაში ცუდი არ არის. ტრეში არ არის. რას ნიშნავს სიტყვა red flag-ი? Red flag-ი არ ვიცი. ჩავიჭერი. Red flag-ი ნიშნავს, რომ აი რაღაცა ღობე თუ ხაზი არის რაღაცა იქ წითელი ხაზი და მანდა უნდა გადახვიდე არ უნდა გადახვიდე ხო წითელი ხაზია რა ქართულად და იმიტომ red flag-ი უცებ კი ალბათ ეგ არის რა შეიძლება გადასვლა კი საზღვარი წითელი ხაზი ეხა მოდი მეორეც ვთამაშოთ ამ ისნაირი თამაშია და უნდა გამოიცნოთ ჩემი მოგონილია ზოგი თუ არა ვეცდები ძალიან დელულუ ბატონო დელულუ არ გამიგია და რა ვქნა შენ მოგონილია არა აბა რა არის დელულუ არის აი როცნებობ რაღაცებზე ჩემ შვილიშვილებს არასოდეს არ უთქვამთ ჩემთვის რომ დელულუ გვაქვსო რა ვიცი ჭყლოპინი როგორ არ ვიცი კაცო ჭყლოპი არ ვიცი ჭყლოპინი ვიცი ნუ ჭყლოპინს გავს ეხა რა ჭყლოპი არის ჭყლოპინის ასე ვთქვათ ფუძე მოდი ჩავთვალოთ რომ არის მაგრამ შენი მოგონილია ხო კი ჩემი მოგონი შემდეგი ბლიბლაბლუ ბლაბლაბლა
იგივე, ხო? ლიბლაბლუ რა არის აბა? ბევრს ვლაპარაკობ და აზრი რო არ არის, ხო, შიგნით არაფერი. ჩემი გამოგონილია. ხო და არის ეგეთი გადაახლოებით ბლაბლაბლა ქვია იმას, ხო? ხო, მაგრამ სიტყვა, ანუ შენი ვერსია ბლაბლაბლაში, კარგი? კარგი. სკიბიდი. სკიბიდი ალბათ სკუბიდუს ამბავია, ხო, რაღაც? შესაძლოა მოდიფიკაციებს აკეთებ, რაღაცა სიტყვიდან რაღაცას იგონებ. შენია სკიბიდი? არა. აბა რა არის სკიბიდი? სკიბიდი არის, რომ აი რაღაცნაირი სახელოს და სასაცილოეთი. შეგიძლიათ ცხვრს რო შეხედო ორივე თვალით? აი ეგა. მივხვდი რაც ყოფილა სკიბიდი. ინსტაგრამი, ტიკტოკი, ფეისბუქი. იცი რა, ტიკტოკი არ მიყვარს, მაინც ვერ უდებ გულს. და მე თვითონ არაფერს არ ვდებ. ინსტაგრამსაც რაღაცა მუღამი ვერ გავიგე და ვერ აუღი ალღო და ფეისბუქი ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ. რამე თუ ჩემთვის საინტერესო თემაა და ისეთი საჭიროა კომენტარის გარეშე არ ვუშვებ, თუ ჩემ მეგობარს ან ჩემ Facebook მეგობარს აქვს რამე დაპოსტილი. ამბობ დროს პოსტებს ნაკლებად ვწერ, იმიტომ რომ ბევრია ისედაც ძალიან და აღარ ვაწუხებ Facebook-ს, მაგრამ ჩემი კომენტარებით გადავსებულია ყველას, თქვათ, გვერდები და მეგობრებთან ძალიან აქტიურად თანამონაწილეობ, ასე ვთქვათ, რაღაცა იდეების გავრცელებაში. Facebook-ი ძალიან მიყვარს. და მე მგონია, რომ Facebook-ი არის, იმიტომ რომ მეგობრებმა ერთმანეთს აზრები რაღაცნაირად გაუცვალოთ, ერთმანეთს ამბები ვამბოთ, ახალი ამბები გავაცნოთ ჩვენ ცხოვრებიდან, გავამხნევოთ, მხარში დაუდგეთ და არა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იყენებს, რომ ლანძღოთ ერთმანეთი, ვაგინოთ, ცუდი რაღაცები დაუწეროთ და ეს ძალიან დაბიო საქციელია, მე რომ მკითხო და არავის არ ეკადრება ადამიანს ნორმალურს და ხა ტროლები თუ რაღაცას ცელკობენ, მათ სინდისე იყოს, ხო სწორი? ბავშვობაში გიყვარდათ სიმღერაზე რო გამოდიოდით და რომ მღეროდით, გიყვარდათ? ყველაზე მეტად მიყვარდა სიმღერა. ვარა, აბრატო გამოვიდოდი, ხშაგონი მე დამაძალებ და ბავშვობაში ყველაზე მეტად, თუ მკითხავ, აი რა გიყვარდა ბავშვობაში ყველაზე მეტად, ხო გინდა? ყველაზე მეტად მიყვარდა სიმღერა. სცენაზე გამოსვლა და იცი პატარობაში, ესე წამყვანობაზე არ მიოცნებია, იმიტომ რომ ხა შეხელა რო ვიყავი 8 წლის, ხო, 8 წლის ხარ. ჩვენ აგეთი არ იყო გადაცემა, სადაც ბავშვი წაიყვან და მაშინ ეს რაღაც პოდკასტები საერთოდ არ იყო, ხო? წარმოიდგინე, რომ არ იყო ინტერნეტი საერთოდ ჩემ ბავშვობაში. შეგიძლია წარმოიდგინო შენ? Google არ იყო, არაფერი არ იყო, ვერაფერს შეხვიდოდი და ვერ ნახავდი. Wikipedia არ იყო, სახში ვქონდა წიგნები, ენციკლოპედიები, სხვადასხვა გამოცემლობების და რაც გვაინტერესებდა, ვეძებდით ესე ასოებით და სახელებით და აქედან ვსწავლობდით ყველაფერს. ეხლა ერთ ტელეფონში გვაქვს მთელი ინფორმაცია, რაც კი არის სამყაროში, ასე კი არ იყო. მე ვიცი, რომ წამყვანიც იყავით. კი, წამყვანი ძალიან დიდი ხანი ვიყავი, სხვადასხვა ვთქვათ, ჟანრის გადაცემები მიმყავდა, მაგალითად 10 წლის განმავლობაში წელიწადში ერთი მარათონი მიმყავდა 91-დან 99 წლამდე. წელიწადში ერთი მარათონი ძირითადად ბავშვების დასახმარებლად. ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდით, აი 90-იან წლებში. ბნელ ზოგჯერ მარათონის დროს შუქი გვიქრებოდა ზოგჯერ ფილარმონიაში და ეთერი წყდებოდა, ტრანსლაცია არ წყდებოდა, იმიტომ რომ გარეთ ისინი ავტობუსებში დენი იყო და მაინც რაღაცას გადავცემდით ამ ჩაბნელებულიდან და სადაც იყო თბილისში და საქართველოში დენი, ყველა მაინც უყურებდა და მე მოდიოდა დენი და დიდი კურიოზები გვაქვს გადამხდარი. და გადახტენილი. ხო და მე უკვე უფრო მშვიდობიან პერიოდში და მანამდეც პირველ არხზე ჯერ ვიყავი ბევრი გადაცემის ავტორი, მათ შორის ავტოგრაფი ერქვა ჩემ გადაცემას, ავტორი და წამყვანი ვიყავი. შემდეგ იყო ეს, როგორც გითხარი, ეს მარათონები, რომელსაც ვაკეთებდი და მე თვითონ მიმყავდა პირდაპირ ეთერში 4-5 საათიანი მარათონები. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო და საჭირო, რაც მე მაშინ გავაკეთე. სასიამოვნო იმ გაგებით, რომ მართლა რეალურად ვიღაცებს ვეხმარებოდით, გესმის, ბავშვებს, აი, ვისაც უჭირდა და ვისაც ჩვენი დახმარება ჭირდებოდა, მოკლედ. და მე უკვე მიმყავდა ესეთი მუსიკალური გადაცემები, დღის გადაცემები, გასართობი გადაცემები და ანუ გადაცემებში მღეროდით?
ხშირად მღეროდი. იცი რა, როცა წამყვანთან მომღერალი ხარ, ეს უნდა გამოიყენო, რატომაც არ უნდა იმღერო, ხო? თუ მომღერლები მოდიოდნენ იმათთან ერთად მღეროდი, შეიძლება რაღაცა სოლო სიმღერაც მემღერა, გიტარა ყოველთვის მქონდა, რაღაცა უცებ რო დამჭირვებოდა, გესმის? და აქედან გამომდინარე, უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა ეს გადაცემა. წამყვანი როცა მღერი, რა მე კაი მოცეკვავეც ყოფილიყავი, კიდე უფრო კარგი იქნებოდა ალბათ, ხო? ხანდახან კი წავიცეკვებდი ხოლმე, მაგრამ ეს არა ჩემი პროფესია და მომღერლობა ჩემი პროფესია, ასე რომ რაც მეტი შეგეძლება და გეცოდინება, უფრო საინტერესო წამყვანი იქნები, იცოდე. შენ არ იცი ჯერ ვინ გამოხვალ? არ გიფიქრია ამაზე? არა. ინტერნეტი რაღაცა მინდა. მართალი ხარ, ჯერ ძალიან ადრე ამაზე. მართალი ხარ, მაგრამ მაინც თუ მოგინდება ტელეწამყვანობა, აი კიდე ერთხელ ჩემი ეს რჩევა მიიღე. ძალიან ბევრი რამე უნდა იცოდე, რომ ერთ რაღაცაზე კარგად ლაპარაკი მოახერხო და დამაჯერებელი და სანდო იყო, გესმის? უნდა იცოდე უამრავი რაღაცა კიდევ. აი მე მინდა რომ შენ იყო ძალიან განსხვავებული, მართლა რომ ეტყობათ, რომ იმის უკან ძალიან ბევრი რამ აქვთ. ეს ისე ხელოვნურად და გაპრანჭვით კი არა, მართლა. ხვდები რას ვამბობ? ამისთვის საჭირო რომ ძალიან ბევრი ისწავლო, იკითხო, გაიგო, შეიმეცნო და შემდეგ უკვე იყო წამყვანი. დღეს ისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად? დღეს რა კარგი კითხვა. დღეს ძალიან მომწონს ზოგჯერ არაფრის კეთებაც. ასეთიც არის. აი უბრალოდ ზიხარ ან რაღაც წიგნს გადაშლი, ან იგივე ტელეფონში რაღაცა ინფორმაციას ამოიკითხავ. მეგობართან ერთად კინოში წახვალ, შვილიშვილებთან ერთად ნაყინს მიირთმევ სადღაც შეხვალ. აი ესეთი რაღაცები შემიყვარდა ძალიან, გესმის? ან ჩემ შვილიშვილებთან ერთად აუზზე ჩავალ. მოგეთ აი უკვე ცოტა დასვენების და ბევრი რაღაცის კეთების დროულად პერიოდი აღარ მაქვს. უფრო დასვენების და უფრო სიამოვნების მიღების ხანა დამიდგა და მგონი დროა უკვე, ხო? ჩვენ ხარ გახტები, მიხვდები, რომ აი ესეც ძალიან კარგი გასაკეთებელია, როცა მაინდა-მაინც ბევრს არაფერს აკეთებ. ხო. თუმცა მინდა კიდე 1-2 კონცერტი გავაკეთო. მინდა კიდევ 1-2 სოლო კონცერტი მოვასწრო, რაღაცა ისეთი სიტუაცია იყოს, რომ მქონდეს ამის საშუალებაც და სურვილიც და მე იმედი მაქვს, რომ ამას კიდე მოვასწრებ. რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად? ჩემი რეპერტუარიდან, ჩემი შესრულებული? იცი როგორ არის, ეგ პერიოდულად სხვადასხვა სიმღერები მიყვარდა. მაგალითად იყო ბავშვობაში, როცა მიყვარდა რა ვიცი, ია მაგალითად გადასარევი სიმღერა იყო, ჩემც არ იყო დაწერილი, მაგრამ ძალიან მიყვარდა. მე იყო ნარინჯისფერი სიმღერა, რომელიც კონსტანტინე პევზნერმა მე დამიწერა და კიდე ორმა გენიოსმა. მე იყო, აი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. ვიყავით ერთად, იყო ასევე ჩემი სავიზიტო ბარათი ძალიან დიდხანს. ჯერ ქალებს გვესროლეთ, იყო 9 აპრილის მერე ძალიან ჩემთვის საყვარელი და ახლობელი სიმღერა. ჯაზი ძალიან მიყვარს, ჯაზური კომპოზიციები იქნება ეს თუ სტანდარტები, საერთოდ აი ძალიან ჩემია ეს ჯაზი, მაგრამ სამწუხაროდ თბილისში ხშირად ვერ ვახერხებ რომ ვიმღერო. ეხლა კიდე უფრო არის ამის საშუალება, ერთი პერიოდი აღარ იყო. მე ისეთ უცნაური რაღაცა მოხდა, სულ არ ველოდი, დრო როგორ გავიდა. იცი შენ ეს სიმღერა, ესეთი საცეკვაო სიმღერა გავაკეთე სრულიად შემთხვევით, სეზარია ევორას მუსიკაზე არ მქონდა საცეკვაო სიმღერა, მომიტანა ნატამეს მელოდია, დავწერე ქართული ლექსი და ისე გაჰიტდა. რა ვიცი, 20 წელი მე მგონი უკვე ეგ სიმღერა ყველა მიცის და ყველა ცეკვავს და ყველა მღერის მაგ სიმღერაზე. ასე რომ ვერ იტყვი რომ აი ერთი სიმღერაა და მიყვარს და მეტი არ არის. ასევე ჩემი ლექსია გაიღიმე. შენთვის, ხო იცი ეს? შენთვის მღერი, ამღერი. ზღაპრის ბოლო კეთილია შენთან ვარ. ნურაფრის ნუ გეშინია შენთვის. ეს დაუწერე ბავშვებს, სწორედ მარათონისთვის 1991 წელს, წარმოგიდგენია? და რამდენი წლის მერე უკვე რაღაცა სულიად სხვა სიტუაციაში ხან ფეხბურთელებმა იმღერეს, ხან სპორტსმენებმა იმღერეს, ხან რა ვიცი, ვინ არ იმღერა და ძალიან პოპულარული გახდა ისევ თავიდან. ამ დროს იყო იავნანა, ერქვა დაიძინე პატარა. იყო გაიღიმე, იყო დაიძინე. გესმის? აი ესეთი უცნაურობები ხდებოდა ჩემო კარგო და მე გახდა გაიღიმე. და გახდა ასე პოპულარული უკვე წლების მერე. ბავშვობაში რითი ერთობა დით?
შეგეცოდე ხო რო გითხარი არც ინტერნეტი იყო ჩემ ბავშვობაში არაფერი არ იყო ტელეფონი ჩვენ არ გქონდა არაფერი არ გქონდა მაგრამ არაჩვეულებრივად ვერთობოდით მეგობრებთან სტუმრად მივდიოდით სტუმრები მოდიოდნენ რაღაცებს ვიგონებდით კარts თამაშობდით ბებიასთან მშობლებთან რაღაცა გამურვაზე არა ვიცი მაგრამ იმდენ რაღაცებს ვიგონებდით ეხლა რო ვფიქრობ რა გვიხაროდა რა მოგწონდა იმ თამაშებში ვერ გეტყვი მაგრამ ხან ფანც თამაშობდით ხან ვისისული ქსურს თამაშობდით ეზო თუ იყო ხან მოკლედ აი რაღაცებს ვიგონებდით რა 1000-ნაირი თამაში იყო ის რო არის ხო იცი ერთი ნაკლები სკამიროა და მუსიკას რო უკრავდა რო დარბიან და ვინ მოასწევდა ჩემი ბავშვობის დროინდელი თამაშია მაგას თამაშობდით ჩემი საყვარელი თამაშია მეც ვიყავდა ძალიან ბავშვობაში ხო მაგრამ ეს თქვენი მოგონილი არ არის მეც თამაშობდი ბავშვობაში ასე რომ არც ისეთი უინტერესო ბავშვობა მქონდა შეგონია. ხო და აი ის რა ქვია ეს მაგას ქვია სკამობანა ის რა. სკამობანა ქვია? ხო, ერთით ნაკლების სკამ. აი მაგაზე ჩაერთო, ჩემთან გაიღიმე, ეგ ჩაერთო. ხო და ესე დავდივარი. და როცა ის მომენტი იწყებოდა შენთვის ეგ რო იწყებოდა მერე მასწავლებლის თამაშობდა და მასწავლებელს უშურებდი შენთვის და მასწავლებელი მე მიშურებდა ხალხ შენთვის ყოფნის ბოლო სად გამოგადგა? ხედა ესე იცის. აი ბავშვობაში Wi-Fi და ისინი რო არ იყო და რაღაცა ისე რომ თამაშობდით რაღაცებს და ეხა ყველა ტელეფონებში რო არიან, რომელი უფრო გერჩევნი? მიცი რა, აი შენ თუ პასუხე მე მგონი, ყველა რო ტელეფონშია, ოთახში სხედხარ ზოგჯერ ვაბავში და თქვენ ტელეფონებში ერთობით. ეს რა მეგობრობა, ეს რა დროს ტარება. ეგ რვა ბავშვი, ეგ ჩემთვის რვა ბავშვი ტელეფონში და ერთად. არ ხდება ესეთი როა ერთად ახართ რამდენიმე ბავშვი და ყველა თქვენ ტელეფონში ხართ? მე მგონი ხდება ხანდახან. ძალიან კარგი შენგობრებში. ზოგიერთი არის ჩაჭაჭყილი ტელეფონში. კარგი, შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე მაინც მგონია რომ აი ბავშვობა, ურთიერთობა, ეს რაღაცა დოზით ეხლაც ეს ტელეფონი გადადოთ ზოგჯერ და მოასწროთ და მოახერხოთ, არ იქნება ცუდი, იცი, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგია, მე არაფერი არ მაქვს ტელეფონების საწინააღმდეგო. იმდენ ინფორმაციაა შიგნით ზოგჯერ აი ხანდახან რეზოს ვეუბნები ხოლმე რომ აი რაღაცა მინდოდა დაუშვათ მოგვესმინა ერთი და იგივე არია 6 მომღერლის შესრულებით ხო რომელი ჯობია ქალი იქნებოდა დაუშვათ თუ ტენორები იქნებოდნენ თუ სოპრა ჭირდებოდა დისკები ერთი მოვისმენდით მე მეორე უნდა გვეპოვა რაღაცა ჩაგვერთო ეხლა აკრიფა მოისმენ ერთ მოისმენ მეორეს მესამე ძალიან ბევრი ახალი და კარგი შეიძლება გაიგო ხო ინტერნეტით ეს დიდი სიკეთეა, აი ძალიან საინტერესოა ყველაფერი, მაგრამ მარტო ამის ანაბარა, წიგნი არ აიღო ხელში, მეგობარს არ დაელაპარაკო, თვალებში არ ჩახედო, მარტო იქ იყურო და აქედან მიიღო ინფორმაციაც, მეგობარიც, ტელეფონი იყო შენი მეგობარი და არა ცოცხალი ადამიანი, მე მგონი ძალიან ცუდია ეს და როგორ გითხრა, აი ძალიან აღარიბებთ თქვენ ურთიერთობას ამით, გესმის? ამიტომ მე მინდა თქვენ თაობას უბრალოდ ურჩიო და უთხრა, რომ ეს დიდი სიკეთეა. რა თქმა უნდა დღეში რამდენიმე საათი თქვენ და ტელეფონთან გქონდეთ კონტაქტი ჯერ მარტო ენებს სწავლობთ ხო ჩემმა შვილიშვილებმა ახლა იმაზე არ ვამბობ რომელიც იქ სწავლობს პრაღაშია და დაამთავრა უკვე და ამერიკული სკოლა დაამთავრა და ამათაც თბილისში რომლებიც არიან არც ეს არ ყოლია ინგლისურის მასწავლებელი იციან გადასარევად ტელეფონით ისწავლეს მართლა თამაშებით და რაღაც სხვადასხვა ისინი რა ხო სკეჩები ისტორიები და ასე შემდეგ ინგლისური იციან შესანიშნავ ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეგობარი და ურთიერთობა შეუცვლელია და მე მაინც მინდა რომ ამას დიდი ყურადღება მიაქციოთ. ხო, აი მე რაღაცებს რო ვსკროლავდი, აი მაქედან ვისწავლე ინგლისური. ხო, ხედავ. ასე რომ არის ამაში სიკეთე, ბებიები რო ამბობენ რომ აი მე ტელეფონები გადაყარეთ, მოაშორეთ, უმალავენ და არა, მე ნამდვილად ვერ დაუმალავ ჩემ შვილიშვილებს ტელეფონს, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა ტელეფონი და ბევრ ამას ასწავლის მართლა ბავშვებს დღეს. თქვენი საყვარელი მომღერალი ვინ არის? ჩემი საყვარელი მომღერალი, მაგალითად საოპერო მომღერლებში არ ვიქნები ხა ორიგინალური თუ ვიტყვი რომ მარია კალასი იყო მუდამ და არის და დარჩება სამუდამოდ. მამაკაცებში, ტენორებში, არც არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ ლუჩანო პავაროტი მირჩევნია ყველას და მარიო დელ მონაკო, ცოტა განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ვერ ვიტყვი რომელი უფრო მაგარია. სხვაებიც არიან გადასარევები, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით. რაც შეეხება არა კლასიკას და საოპერო ჟანრს, ელა ფიჯერალდი იყო ჩემი
როგორ ვთქვა, კუმირი არ მიყვარს სიტყვა, ხო იცი, თუ სიტყვა, მაგრამ აი ერთი პერიოდი შეხელა რო ვიყავი ზუსტად, აი 7-8 წლის მარტო ელა ფიჯერალდს უსმენდი. ეგ არის ამერიკელი მომღერალი, შავკანიანი, ჯაზის მომღერალი, ფანტასტიკური მომღერალი, აი ფენომენალური ხმა ჰქონდა და რაღაცა ტემპერირებული ყელი, ხო და 24 საათი მას უსმენდი, ისე რომ ბებია ჩემი ძალიან ნერვიულობდა და ისე მეუბნებოდა, რომ მე მგონი შენის შავი დეი და ჩემ თავს გირჩევნიაო. რატომ არ გიყვართ სიტყვა კუმირი? იცი რა, ხო კუმირი ჯერთი მეგონი კერპია საერთოდაც ქართულად, ხო? შემეშალა კერპი უნდა მეთქვა. მე არ მიყვარს კერპის ყოლა. აი ვიღაცა რომ მოგწონს, ისე რომ იმის ნაირი გინდა იყო. ცხოვრებაში არ მყოლია ასეთი. არც გარეგნულად მინდოდა ვინმეს მგვანებოდი, არც სიმღერით მინდოდა ვინმესთვის მიმებაძა. აი მეშინოდა რომ ეთქვათ, რომ უი რა კარგად ბაძავს, ან რა კარგად იმას გავს. ჯობია ყოველთვის იყო ნაკლები მასშტაბს გულისხმობ. ოღონდ არავის არ გავდე. ეს არის ჩემი პირადი აზრი. შენ გინდა ვინმეს რომ გავდე? არც ვერ გინდოდა. ზედი კაი გოგო ხარ, შენ გავდე შენ თავს. მეტი არავის. ოღონდ იყო კარგი. აი ეს არის მთავარი. ყველა მხრივ. რა მეზაკ წყდებათ გული? იცი რა, დიდზე არაფერზე. აი რო გითხრა რომ რაღაცა ისეთი ნაბიჯი გადავდგი რო ღმერთო როგორ შემეშალა ნეტა ეს არ გამეკეთებია, ასეთი არაფერი არ ჩამიდენია, გუწმელად გეუბდები. რაღაცებზე რა თქმა უნდა მწყდება. წყდება თუნდაც იმაზე რომ რაღაცა დრო მეკარგება აი ახლა, რაღაცა მეტი შემიძლია და არ არის ამის დრო და საშუალება. აი რაღაც ისე წვრილმანი, არც ისე წვრილმანებზე, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანზე კიდევ უფრო, რა თქმა უნდა მწყდება გული და ისე რომ აი რატო არ წავედი დიდი კარიერა არ გავიკეთე სადღაც, ამაზე გული არ მწყდება, იმიტომ როგორც უკვე გითხარი, ვერსად ვერ გავძლებდი, ვიცოდი. ან რა ვიცი, რაზე უნდა დამწყდეს ახლა გული. დავიბადე ყველაზე მაგარ ქვეყანაში, ასე არ მიყვარს არაფერი და არავინ, როგორც საქართველო და ჩემი ქალაქია, თბილისი, ხო? და რა ვიცი, შეიძლება მეტი შემეძლო რომ გამეკეთებია და მეტი რაღაცა სარგებლობა მომეტანა, ასე ვთქვათ, ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი მომავალი თაობისთვის, თქვენთვის, მაგრამ ნუ რაც შევძელი, რაც გავაკეთე, ამითიც მეტნაკლებად კმაყოფილს ვერ ვიტყვი, ცუდი სიტყვა, ეგეც არ მიყვარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილოც არ ვარ და არ მწყდება ამაზე გული გესმის, რატომ მეტი არ გავაკეთე, რატომ მეტი არ შევძელი, იმიტომ რომ ნუ რაც არის ეგ არის ერთ სიტყვით, ასეა, ალბათ ასე იყოს საჭირო. ხო. და რომელ ქვეყანაში დაიბადეთ? საქართველოში, თბილისში, მეტი არსად. თბილისია ჩემი სამშობლო. ბედნიერი ხართ? ძალიან ბედნიერი ვარ. მაგ რაღაცა გულის წვეტები, რა თქმა უნდა, რაც გითხარი, ისეთი პატარ-პატარა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ესენი ნერვებს არ მიშლდეს და ხელს, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე მიმაჩნია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ძალიან გამიმართლა, რომ ეს ყველაფერი მაქვს. და დღეს კიდე შეგიძინე შენ. ჩემი პატარა ახალი მეგობარი. შენ ცოცხლი რომ შემიძინე. ჩემო კარგო. ასე რომ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რომელია თქვენი საუკეთესო თვისება, რაც გინდა რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს? არ ვიცი, რთული კითხვა ძალიან, ჩემი საუკეთესო თვისება. მე ვცდილობ რომ ვიყო მაქსიმალურად კეთილი. კი არ ვცდილობ, ნუ არ შემიძლია, მე ბოროტი ვერ ვარ, სამაგიეროს ბოროტებაზე ვერავის ვერ გადაუხდი, ყოფილა ასეთი ბევრი ჩემ ცხოვრებაში, რომ ძალიან გული დამწყვეტია, ძალიან ახლობელი ადამიანისგანაც კი მიგრძვნია ეს გულის წყვეტა. ღალატიც მიგრძვნია, შენ წეღა რაც თქვი, ხო? მეგობრობაზე რომ ხდება ესეთიო, კი, ასეთიც მომხდარა. 1-2-ჯერ, 3-ჯერ გეტყვი. მაგრამ სამაგიეროს ვერ გადაუხდი ვერავის, ცუცაც კი ვერ ვუსურვებ. უბრალოდ რაღაცა ვერ დაინახა მან ის ჩემში რაც უნდა დაენახა და ამაზე ძალიან მწყდება გული. და რასაც ვუსურვებ ყველას, რომ აი ზუსტად ისე მოექცენ მეგობარსაც და ცოტა უცხოსაც, როგორც მას უნდა რომ მოექცენ, ხო? ყველა თუ ასე ვიაზროვნებთ, რომ როგორც მე მინდა რომ შენ მომექცე, მეც უნდა მოგექცე შენ. მაშინ არავინ ერთმანეთ ბოროტს არ გაუკეთებთ, ხო? უბრალოდ ვინც არის შენი მართლა რაღაცა მტერი და ხვდები რომ არ გამოდის სხვანაირად, ის რომ მოიშორო თავიდან და საერთოდ ის უნდა გაწიო გვერდზე და არ არსებობდეს შენთვის, რომ არ შეგიშალოს ხელი და არ აგიშალოს ნერვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ დიდს ისე გელაპარაკები, ხო ხვდები, ახლა ისეთ რაღაცებს გიყვები, აი დიდ ჩემ მეგობარს რომ დავუჯდები და დაველაპარაკები, მაგრამ ნუ რა, ხო დიდი პატარა ხო იმიტოა რომ ტოლები ვართ. მე ბებიალიკო და ილარიონში როა, ხო იცი? ბებიალიკო. ნეო შენ ხელა ხო ვიყავიო? ილარიონი ილიკო ეუბნება ზურიკელას. შენ ხო იქნები ჩემ ხელა, აბრა განსხვავებაა ჩვენ შორისო და მაგაშია საქმე. მე ვიყავი 8 წლის, შენ იქნები 70-ის მეტისაც. რა განსხვავება არაფერი. გაიგე? ანუ გელაპარაკები როგორც ჩემ თანატოლს. ხო. აჰა. მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავით. შენც მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. შენც მადლობა ჩემო კარგო, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, თუ გინდათ დაასუბსკრაიბეთ თუ არა, მაგრამ მეგირჩიათ რომ დაასუბსკრაიბოთ. დავასუბსკრაიბებ აუცილებლად. და თქვენც მეგობრებო, დამალაიქეთ, დამაფოლოვეთ, დამასუბსკრაიბეთ. ჩემი პოდკასტი იწერება ლემო პოდკასტ სტუდიოში და მომავალ ხუთშაბათამდე.